აი შემდეგი სერია ბახმაროდან წავედით აბა დავათვალიეროთ რაღაცეები ნახოთ საინტერესო ადგილები რასაც შევძლებთ ჩვენ შევეცადეთ რომ ცოტა ზედა ადგილებზე ამოვსულიყავით იმიტომ რომ აქედან ბევრად კარგი ხედები გვაქვს აი ესე მოდი გავუყვეთ ხა ზევით ნახოთ თან მოგიყვებით რაღაცებს რა ნუ ჩემს აზრებს გაგიზიარებთ ბახმარო არის ძალიან მაგარი ადგილი რა თუნდა ამას ბევრი ტლეკინი და საუბარი ხო უძლიერესი ადგილი მაგრამ აქვს რაღაც თავისი მინუსები მაგალითად ის რომ არ არის გაკეთებული არ არის კარგი ინფრასტრუქტურა ასე ვთქვათ არ არის ერთიანი პროექტი სახლების სხვა ფერის სახლები შეფერილობის და ასე შემდეგ ეს დოღი კიდე რო ტარდება ყოველ 19 აგვისტოს ყოველი წლის რა ვიცი ორგანიზება არავი როგორ გითხათ ხა რომ ძალიან მაგარი აქვს ახლა შეიძლება რომ აი იქ ტარდება დოღი ქვევით მოეწყოს ლამაზი ადგილები და კარგად ორგანიზებული ტურნირი ჩატარდეს ხო ახლა ჩვენ საქართველოში ხო არა გვაქვს ახლა დიდი ღონისძიებები იმ დონის რომ გამძღარი ვიყოთ ამ ღონისძიებებით და მარტო ამით ვიყოთ მაყოფილი ხო შეიძლება რომ რაღაცა გაკეთდეს აი არის კოტეჯებიც უმრავლესობაც ნუ მიზეზი ის არის ალბათ რომ წელიწადში ერთი თვეა სეზონი მაქსიმუმ თვენახევარი და ამის გამო ეხა ვიღაცა სათამჯენს ვერ ააშენებს აქ მაგრამ რავი სახელმწიფოსგან ხო უნდა იყოს ხელშეწყობა ელემენტარული რომ რაღაცა გაკეთდეს ხო არა აქვს მნიშვნელობა რომელი ხელისუფლება იქნება სათავეში არსებითი მნიშვნელობა არ აქვს ამას აი ესეთ მაგარ ადგილს ხელისშევლება არ ჭირდება მარტო ბუნებრივად უნდა იყოს ლამაზი ხა აქ ტურისტი რო ჩამოვა ცოტა სხვა რაღაცებსაც გაიფიქრებს რა ინფრასტრუქტურა ენდომება ხო ბახმაროს ხშირად ადარებენ შვეიცარიას და სვანეთსაც კარგია ხო მე არ ვარ შვეიცარიაში ნამყოფ მაგრამ შეიძლება შვეიცარიასაც სჯობს მაგრამ ბევრია გასაკეთებელი ძალიან ბევრი აი ძალიან მომეწონა ბუნება ძალიან მრავალფეროვანი ბუნება ულამაზესი ადგილები ხედები ნებისმიერ წერტილში აქ რო ახვიდე ყველგან ძალიან მაგარი ხედია მაგრამ ინფრასტრუქტურა ესე ვთქვათ არის ძალიან გაუმართავი როგორ თქვა არ არის ის რაც სრულად აკმაყოფილებს აქაურობის მოთხოვნილებას წავედით ახლა დავყვეთ ზევით მოკლედ არ გვინდა ამაზე ბევრი საუბარი ყველა მიცის რას ხდება ეცდებით ცოტა მაღლა ავიწიო იმედი ამ გელი არ შემჭავს პირველად ვარ ბახმაროში და რავი ჩემი ემოციები არის განსაკუთრებული არ არის ცუდი ადგილი პირიქითაც ძალიან მაგარი ადგილია ბუნებრივად ძალიან ლამაზი საშეშე მასალა ძალიან მაღალი ხეები ფანტასტიკური ბუნება აი ისე მე დავვრუნდი რა ვიცი ვცდილობ ცოტა შემაღლებულ ადგილს ავიდე და აქედან გადავიღო იმედი აქ ხალხი ამოდის ხოლმე
დავიღალე. აქედან კიდევ უფრო ლამაზი ხედი. რომელ წერტილშიც არ უნდა ახვიდე, არის ნამდვილი 64. ძალიან ბევრ ვიდეოში ვახსენე, რომ ნამდვილი 64 და მართლა ეგრეა. 64-ში ვცხოვრობთ ეს ქართველები და კიდევ ვერ ვაფასებთ. კარგად, არ ვფრთხილდებით. გავყვეთ აბა, ნენა. აი აქ უნდა ავიდე და გადმოხედო იქიდან რა ხდება. ნელა მივიწევთ. ნაბიჯი. შედარებით მაღალ წერტილზე, ну, რა თქმა უნდა, ყველაზე მაღლა არ ვარ, მაგრამ სადაც შევძელი ამოვედი და მართლაც აი ფანტასტიკური სანახაობაა რა. ამდენი წლის ვარ, 38 წლის ვარ და აქამდე არ ვიყავი ნამყოფი ამ ადგილას და ბოლო შევძელი და ამოვედი. მადლობა ღმერთს. ნახეთ რა ხდება. არავი გაშალე ჩაუჯექი რავი არ მოგწინდება რა ყველაფერს ყურება საოცარი ადგილი მაგარი კურორტები გვაქვს რა მაგარი რომელი ერთი ჩამოთვალოს ბეშუმი საოცარი სვანეთი ხო სასწაული გვაქვს აქეთ ბახმარო გვაქვს აქეთ გომის მთა გვაქვს მის ნახევარია, რასაც მე ახლა თქვენ ფოტოებით გაჩვენებთ. ბევრად მეტია აქ სანახავი, ბევრად.